სალამშვიდობს. საკმაოდ მძიმე თემატრიალებს მთელი ამ ბოლო დღეების განმავლობაში ქართულ მედია სივრცეშიც, პოლიტიკოსების მეტყველებაშიც და საერთოდ საზოგადოებრივი განჟის თემა არის ერთ-ერთი უმძიმესი საკითხი. ეს არის საკითხი იმასთან დაკავშირებით, ჩაერთვება თუ არა საქართველო რუსეთთან ომში, გახსნის თუ არა მეორე ფრონტს და ამ სახით დაუჭერს თუ არა მხარს უკრაინას, ან ამ სახით გამოუცხადებს თუ არა სოლიდარობას, თანადგომას, უფრო სწორედ ყმობას და მონობას კოლექტიურ დასავლეთს. ეს უმძიმესი თემაა. ჩვენ გვიწუნებია ანალოგიური ომები, ჩვენ გვიწუნებია ანალოგიური დამოკიდებულება სხვებისა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს მიმართ და აგრეთვე ჩვენი ხელისუფლებისა, ჩვენი ხალხის და ჩვენი სამშობლოს მიმართ. და მიგვიღია ტრაგიკული სურათი, უმძიმესი ვითარება. გამეორდება თუ არა იგივე ეს საკითხი დგას, როგორც ჩანს ისეთი სიმწვავით უკვე ვეღარ როგორც თავიდან იდგა, მაგრამ როგორც ითქვა და თქვენ ამასაც მოისმენთ ამ გადაცემაში, ეს საკითხი ბოლომდე მოხსნილი არ არის ჩვენ და სამწუხაროდ. და მაინც რასთან გვაქვს საქმე? მე მინდა ერთი ნათქვამი გაგახსენოთ. ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე ასე ვთქვათ, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის, მე ვიტოვ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდა სავხდი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერს ფარდა სავხდი. თქვენ მივხვდით ალბათ ლაპარაკია იმასთან დაკავშირებით, მოგცემენ თუ არა, უფრო სწორად მოგცემდნენ თუ არა მაშინ ეგრეთ წოდებულ კანდიდატობას ევროკავშირისა და თუ კი არ მოგცემენ, მაშინ მე ყველაფერს ფარდას ავხდი. ბრძანა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა. კანდიდატობა არ მოგცეს, მაგრამ აი რას აეხადა ფარდა, ეს შეჯერობით კარგად არ გამოჩნდა. თუმცა ამ ნათქვამში, რაც ახლა თქვენ მოისმინეთ, აშკარად ჩანს ის აზრი, რომ რაღაცა არის ჩვენგან, ხალხისგან დამალული, რომელსაც შეიძლება რომ ფარდა აეხადოს, რომ ჩვენ ყველაფერი გავიგოთ. ეს ერთი მომენტი, რომელიც უნდა დავიმახსოვროთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც პროცესებმა განვითარება პოვა გარკვეული თვალსაზრისით, აი ამის შემდეგ დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს რაღაც ანალოგიურს, რომელსაც ახლა მოგასმენინებთ. ასეთ დროს, როდესაც ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაციები თუ რა ხდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან ღია ისა დახურულ შეხვედრებზე, უნებრივია რომ ეს კითხვები გვაქვს, ჩვენ არ გვინდა ამ წუთში ამ ყველაფრის თქმა და ღმერთმა არქნას რომ ამის თქმის საჭიროება გახდეს, მაგრამ თუ გახდა საჭირო, სწორედ იმიტომ დავუტოვეთ ჩვენ მართველი გუნდი, რომ ყველაფერს ვიტყვით ღია. ჩვენ რაღაცა სათქმელი გვაქვს, ისეთი რამე, რაც ხალხისთვის ჯერ უცნობია, ღმერთმა არქნას, რომ ამისი თქმა დაგჭირდეს. მაგრამ თუ დაგჭირდება, აცხადებს დეპუტატი, თუ დაგჭირდება, ჩვენ ამ სათქმელს ვიტყვით. ესე იგი, რაღაცა სათქმელი არსებობს, რაღაცა საიდუმლო არსებობს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამჟღავნებული. ჯერ კიდევ არ იცის ქართველმა ხალხმა რასთან გვაქვს საქმე. რა არის, რა თემაა, რა ხდება, საით მივდივართ, საით მივექანებით და რას გვიპირებენ. აი ეს საკითხები მოდის წინა პლანზე, როდესაც ყველაფერ ამასთან დაკავშირებით ფიქრს ვიწყებთ. რა უნდათ? მე ახლა მოგასმენიებ თქვენ დეპუტატ ფრიდონ ინჯიასთან ინტერვიუს ერთ ფრაგმენტს, რომელიც რაღაცას დაგვანახებს. წინასწარ გთხოვთ, დააგვირდით იმას, თუ რას ლაპარაკობს დეპუტატი ინჯია და დააგვირდით იმასაც, როგორ იქცევა
და რა ინტონაციები ისმის ჟურნალისტის ხმაში. ჩვენ არ გვინდა ომში მონაწილეობა. ვის უნდა? ამბობს ოპოზიციაც, ამბობს რომ ოპოზიცია ჩვენ არ გვინდა უნდა ომი. მიიღოს ომში მონაწილეობა და გაიხსნას მეორე ფრონტი კავკასიის. მე ასე ვხედავ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, იმ ქმედებებიდან, რასაც აკეთებს ოპოზიციური პარტია. მაგალითისთვის, რომ ჩვენ სახელმწიფოს და ერთთვის უკან გაეგზავნა მუხალისეები სახელმწიფოს ინიციატივით ომში, ეს იქნებოდა პირდაპირი ჩართვა საქართველოს. ამაზე არ ამბობს არავინ პირიქით, ყველა ხაზგასმით ამბობს, ყველა ოპოზიციური პარტია, რომ სახელმწიფოს ჩართულობა არ უნდა ყოფილიყო, იყო ჯგუფი სამ მოქალაქეების, აბა როგორ იქნებოდა? მომისმინეთ, მოხალისეები შეგროვებული იყო ისედაც, სამოქალაქო აქტივი, როგორ გააკეთებდა გამოგზავნილი უკრაინიდან თვითმფრინავის აპრილის ნებართვა არ მის საქართველოს საჰაერო სივრცე არ გამოაყენებინა. არ გამოაყენებინა, იმიტომ რომ ეს რატო აი იქნებოდა პოლონეთის მოხალისეები პოლონეთმა გაუშვა, მოლდოვამ გაუშვა, ჩეხეთმა გაუშვა, ყველა ვინ გაუშვა მოხალისეები? მოხალისეები, ოღონდ სახელმწიფო შეიარაღებული ძალები კი არა, რომ მოხალისეების უზრუნველყოფა განახორციელა, ანუ გაუხსნა სივრცე და გაფრინდნენ. პოლონეთი, ბულგარეთი და ეს ქვეყნები, რომელიც ნატოს წევრები არიან, ისინი მოქმედებენ სხვა ფორმატში. იმ ფორმატში ჩვენ არ შეგვიძლია ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ნატოს წევრი. რა არაწევრმა ქვეყანამ გაუშვა სამოქალაქო აქტივისტებს. უფრო მეტია, ნატოს წევრებმაც არ გაუშვეს და ჩვენ არა ვართ ნატოს წევრი, ამიტომ ამისი ფუფუნება ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ ნატო უკრაინას ვერ იცავს. უკრაინაში ნატო არ აგზავნის თავის კონტინგენტს, აგზავნის საბრძოლო მასალას, ტექნიკას და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ეს არ შეგვეძლო. ოპოზიცია აცხადებს ოპოზიციას რა უნდა ხელისუფლებაში მოსვლა და ამიტომ უნდა არეულობა. ესე იგი, თქვენი ომი უნდა. დიახ, ომი უნდათ. აცხადებს დეპუტატი ფრიდონ ინჯია. ბატონ ფრიდონ ინჯიას უპასუხისმგებლობას ვერავინ დასწამებს, მან იცის რას ლაპარაკობს და რატომ ლაპარაკობს. რაც შეეხება ჟურნალისტს, ვერ ვიტყვი რომ მას ომი უნდა. ის უბრალოდ ამ ქვეყანას არ არის და საერთოდ ბაიბურშიც არ არის, რა ხდება და ამიტომ რაღაცა კუმფეხი გამოყომეც ნახირ-ნახი, რომ მე მგონი ეს მდგომარეობა გვაქვს, თუმცა ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობას მე ვერ ავიღებ, თვითონ აგოს პასუხი თავის პოზიციაზე. მაგრამ საქართველოში ომის დაწყება რომ უნდათ, საქართველოში რომ არიან ძალები, ომის პარტია რომ არსებობს, საქართველოში რომ არიან ცალკეული დეპუტატები, ცალკეული ადამიანები, პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ საქართველოს გადაჩეხვა ომის ვითარებაში, ეს ერთმნიშვნელოვანია. და ეს ჩანს არა მარტო საქართველოს შიგნით, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მაგალითად, აი ცნობილი არესტოვიჩი, რას გვეუბნება და როგორ ლაპარაკობს კიევიდან. ამის გაკეთება შეეძლო მარგარეტ ტეჩერს, რონალდ რეიგანს, მაგრამ არა ამ ქვეყნების ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. ძალიან კარგი მიმართულება მოგცა ამ კაცმა. ომის დაწყება შეეძლოთ, სხვა ქვეყნებზე ლაპარაკობს ის და ასახელებს სხვა ლიდერებს, ამა თუ იმ ქვეყნისა, მას ასე წარმოუდგენია, რომ იმ ლიდერებს შეეძლოთ ომის დაწყება, მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ. რაც შეეხება საქართველოს, ის პირდაპირ გვეუბნება, რომ ამის გაკეთება შეეძლო და შეუძლია მიხეილ სააკაშვილს. მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებას ამის გაკეთება არ შეუძლია. არესტოვიჩს არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება, მას უნდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი ეგულებოდეს და მიხეილ სააკაშვილმა ისევე გადაჩეხოს ქვეყანა ახალ ომში, როგორც გაუკეთებია და გადაუჩეხია წლების წინ. დიახ, ასე გველაპარაკებიან ქვეყნის გარედან და თვითონ უკრაინიდან, მაგრამ არა მარტო უკრაინიდან და არა მარტო უკრაინელები, არამედ ამერიკელებიც, ზოგი პირდაპირ, ზოგი ფარულად, ზოგი საიდუმლოდ, ზოგი მინიშნებით, მაგრამ ცდილობენ, რომ
ამ ქვეყნის სვებედი ისე წაიყვანონ და ბედის ბორბალი ისე დაატრიალონ, რომ ჩვენ ახალ საომარ ვითარებაში აღმოვჩნდეთ. აი მაგალითად ერთ-ერთი ამერიკელი, ვინმე იან ბრჟეზინსკი, რომელიც არის ატლანტიკის საბჭოს წევრი. ნახეთ, რას ლაპარაკობს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენგან ზოგიერთი ცოტა იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოს მთავრობის გარკვეული განცხადებით და ვიმედოვნებთ, რომ მისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უფრო მეტად იქნება დაახლოებული იმასთან, რასაც ამერიკა და სხვა ქვეყნები, მაგალითად ბალტიისპირეთის სახელმწიფოები აკეთებენ. ეს იქნებოდა საქართველოს მთავრობის ინტერესების შესაბამისი და ამის გაკეთება იქნებოდა მორალურად მართებული რამ. ასე რომ ჩვენ ველოდებით. ვფიქრობთ, ქართველები გაიაზრებენ, რომ ამ კონფლიქტის შესახებ ისეთი პოზიციის ქონა, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება ალიანსისა და დანარჩენი ევროპის პოზიციებს, ინტერესებშია. ესე იგი ის პოზიცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დღეს აქვს, რომ არ ჩაერთოს ომში, არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთოს ომში, ეს პოზიცია გადასახედიაო გვეუბნება ეს ვაჟბატონი, რომ შესაბამისობაში მოვიდეს მათ პოზიციებთან, ანუ საქართველო ომში უნდა გადაიჩეხოს. აი რას გვეუბნება ერთ-ერთი ამერიკელი გენერალი. საქართველოს შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილია. საჭირო არსებობდეს შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც მოიცავს ეკონომიკას, დიპლომატიას და სამხედრო საკითხებს. ასე რომ საქართველოსთვის ევროპისა და ევრაზიის დამაკავშირებელ პორტალად ყოფნა შეიზღუდა იმის გამო, რომ ქართული ოცნების მმართველ გუნდში ბევრმა ადამიანმა ამას ხელი შეუშალა. ვფიქრობ, ეს იმიტომ მოხდა, რომ ისინი გარკვეული წნეხის ქვეშ არიან ან რუსეთის მიმართ გარკვეულ ვალდებულებას გრძნობენ. ასე რომ ამის გამო საქართველო არ მიიწევს წინ იმდენად, რამდენადაც უნდა მოძრაობდეს. მივხვდით, გაიგეთ, დაინახეთ ხომ, რასთან გვაქვს საქმე. ყველა მხრიდან გვიტევენ, გვავიწროვებენ და გვაიძულებენ, რომ როგორმე საქართველოს საომარ ვითარებაში აღმოჩნდეს რუსეთთან. ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელიც ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა გავაცნობიეროთ და კარგად უნდა გავიგოთ, ვის რა სურს საქართველოსთვის და რა შედეგების მომტანი იქნება ეს ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ გახსოვთ, საქართველოს პარლამენტი იღებდა რეზოლუციას უკრაინასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო. ამ რეზოლუციის მიღება ძალიან გაუჭირდათ იმიტომ, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შეთანხმდა იმაზე, რომ როგორც ოპოზიცია ითხოვდა, ეს რეზოლუცია უნდა ყოფილიყო ისეთი, სადაც იქნებოდა ომის ხმები და ომისკენ მოწოდება, სადაც პირდაპირ ომის გამოცხადება იქნებოდა რუსეთთან. ხელისუფლება ამაზე არ წავიდა და ოპოზიცია, რა თქმა უნდა, დარჩა უკმაყოფილო, მათ ამას ხელი არ მოაწერეს. აი ნახოთ ახლა ფრაგმენტები, როგორ მსჯელობენ ისინი. როგორც ჩანს, მიიღეს მითითება, მე სხვანაირად ამას ვერ ვხსნი, იმიტომ რომ არაფერი კონკრეტული არგუმენტები არ მომისმენია ქართული ოცნებისგან. ქართულ ოცნებამ წარმოადგინა თავდაპირველი ვერსია, რომლის გაუმჯობესებული ვარიანტი იყო დღეს განხილული და კვლავ თავდაპირველი ვერსია წარმოადგინა, რამაც აღარ მოგვცა საშუალება ვიყოთ თანაინიციატორები ამ კონკრეტული ვერსიის, რომელიც ქართულ ოცნებამ წარმოადგინა. რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია მოხსენიებული არ არის. ამიტომ შესაბამისად ჩვენ თანაინიციატორები ვერ ვიქნებით ამ რეზოლუციის. ასეთი უტიფარი სახეებით და უტიფარი თვალებით გვიყურებენ ეს ადამიანები, მათ მანდატი აქვთ ქართველი ხალხისგან მიცემული და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები არიან, დეპუტატები არიან. და ისინი ამბობენ, რომ ჩვენ დიახ უნდა ვიყოთ მკვეთრი, უნდა ვიყოთ ისეთი განცხადებების გამკეთებელნი, რომ ეს ომის დაწყებას ნიშნავდეს და უდრიდეს. ეს უნდა ამ ხალხს აკეთკენ მიაქანებენ საქართველოს, იმიტომ რომ დავალება აქვთ ასეთი. თავიანთი ჭკუით და თავიანთი ტვინით კი არ მოქმედებენ. თავიანთ გადაწყვეტილებებს კი არ ამბობენ, არამედ დავალებებს ახმოვანებენ და ეს რომ ასეა, ეს ჩვენ უკვე ვნახეთ, მაგრამ ამ გადაცემაში მე შევეცდები კიდევ უფრო დალაგებულად და მოკლედ წარმოგიდგინოთ ეს ყველაფერი. ქართულ ოცნებას გამოეყო 3 დეპუტატი. 3 დეპუტატი გამოეყო და მათ თქვეს, რომ რასაც ვერ ლაპარაკობს ქართული ოცნება, ჩვენ ის უნდა ვთქვათ. ჩვენ ვიცით, გვაქვს ინფორმაცია, მიგვიწვდება ხელი ამა თუ იმ დოკუმენტისთვის, რომელიც
უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და იმიტომ მოვდივართ ქართული ოცნებიდან, რომ ჩვენ ვიყოთ თავისუფლები იმ აზრის გახმოვანებაში, რომელიც ჩვენი აზრით საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს. ერთ-ერთმა მათგანმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დეპუტატმა, ღია წერილით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ქალბატონ კელი დეგნანს და თხოვა, რომ მას პირდაპირ დაეფიქსირებინა, ეთქვა თავისი პოზიცია მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვასთან დაკავშირებით. კაცმა რომ თქვას, პათოსი მისი ძალიან ადვილად გასაგები იყო და ეხლა მე სწორედ აი ამ პათოსის ამსახველ მის განცხადებას მოგასმენინებთ. აქ საუბარია იმაზე, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, რა თქმა უნდა, რომ საქართველო არ იყოს ჩართული ამ გაუგებარ და მძიმე ომში. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ომში არ ჩავერთოთ. იმიტომ რომ ამ ომში ჩვენ არათუ გამარჯვების, არამედ რაღაცა ელემენტარული წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ გაგვაჩნია. ეს იქნება საქართველოს სრულიად დაღუპვა. და დეპუტატები, ცალკეული დეპუტატები აზროვნებენ ამ მიმართულებით და მოქმედებენ ამ მიმართულებით, რომ ეს უბედურება საქართველოში არ დატრიალდეს. მისწერა კაცმა წერილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ქალბატონ კელი დეგნანს და ეს კაცი, ვინ წერილი მიწერა, არის საქართველოს საკანონმდებლო უმაღლესი ორგანოს წევრი და დეპუტატი. რა უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ქალბატონმა დეგნანმა? წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, ბოლომდე ვერ წავიკითხე. როგორ მოგწონთ? წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებითო და კონსპირაციის თეორიითო, ბოლომდე ვერ წავიკითხო. თუ ბოლომდე ვერ წაიკითხე. წაიკითხეთ ქალბატონო ელჩო. როგორ დაასკვენით, საიდან დაასკვენით, რითი იყო სავსე ეს წერილი? იქნებ რა ეწერა ბოლოში? როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში არ კითხულობდეს დეპუტატის წერილს, რომელიც მას პერსონალურად გაუგზავნეს? ეს არ არის დიპლომატის პასუხი. მეცაც გეტყვით, ეს უბრალოდ ადამიანის პასუხი არ არის. ოჯახში გაზრდილი და კარგად აღზრდილი ადამიანის პასუხიც არ არის. ეს არის უზრდელი ადამიანის პასუხი. საქართველოში ასე არ ლაპარაკობენ. ქართველები ასე არ ლაპარაკობენ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომელ ქვეყანაში ბრძანდებით. დიახ. აქ დადგა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ქალბატონ ელჩს ქონია თურმე შეხვედრა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასული კაცია ოფიციალურად, მაგრამ მას რომ დიდი გავლენები აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაზე და არა მარტო პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ეს ყველასთვის დათელია და იმ ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ქალბატონი ელჩი შეხვედრია ბატონ ბიძინას. უпростоრედ არის ვარაუდები, რომ ასეთი შეხვედრა იყო. მას დაუსვეს შეკითხვა, ქონდათ თუ არა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან უკრაინაში საომარი პროცესების დაწყების შემდეგ. ნახოთ, რას პასუხობს ამ შეკითხვაზე ქალბატონი ელჩი. მე არ შევხვედრილ ვარ ბატონ ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია. საქართველოში ჩემი ყოფნის ბოლო 2.5 წლის განმავლობაში ყველა შეხვედრისას მე ყოველთვის ვარწმუნებდი მას საქართველოს მოსახლეობისადმი ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერაში და საქართველოს მთავრობასთან მუშაობის სურვილში საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის. არც ერთი ამ შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონი ივანიშვილის დაშანტაჟება. დააგვირდით. უმარტივეს შეკითხვას. უკრაინაში საომარი პროცესების დაწყების შემდეგ ქონდათ თუ არა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. ყველაფერი უპასუხა ქალბატონმა ელჩმა, გარდა იმისა, რაც უნდა ეპასუხა.
მან ცოცხალი თავით არ თქვა, იყო თუ არა ასეთი შეხვედრა. მე დიდი ხანია არ შევხვედრი ვარ ბიძინა ივანიშვილს. რას ნიშნავს დიდი ხანი? რამდენ დღეს, რამდენ კვირას, რამდენ თვეს, რამდენ წელს? რას ნიშნავს დიდი ხანი? თქვენ კითხეს 24 თებერვლის შემდეგ ქონდათ თუ არა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან? არა, ელჩი ცოცხალი თავით არ პასუხობს. არ პასუხობს, იმიტომ რომ რაღაცას მალავს. აი ასეთ პასუხს, რაც ქალბატონმა ელჩმა გასცა ამ შეკითხვას, ხანდახან დიპლომატიურ პასუხს უძახიან. მაგრამ ქართველებს სხვა სიტყვაც აგვაქვს ამგვარი პასუხის შესაფასებლად. ეს არის მამაძაღლური პასუხი. ეს არის თავის დაძვრენის მცდელობის გამშვალული პასუხი. ეს არის პასუხზე თავის არიდება. აი ამას მოყვა ბიძინა ივანიშვილის წერილი. წერილი, სადაც ითქვა, რომ ქალბატონ ელჩთან, კელი დეგნანთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მართლაც ქონია. რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. ყოფილა შეხვედრა. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ხალხს მისთვის დასმულ შეკითხვაზე ღიად უპასუხა, რომ შეხვედრა იყო ელჩის ინიციატივით და ეს შეხვედრა გაგრძელდა 3 მარტს. ეს შეხვედრა იყო უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ 21 მარტს. დიახ, პასუხი კითხვაზე გაცემულია, მაგრამ რაზე ისაუბრეს ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ამ წერილში არაფერს არ ამბობს, თუმცა ზოგიერთ საინტერესო პასაჟს მაინც ვიპოვით ამ წერილში. აი კიდევ ერთი ფრაგმენტი წერილიდან. რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი სამწუხაროდ დღესაც აქტუალურია. უდიდესი სირთულეების მიუხედავად მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა აქვე აღნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველოს საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან. უკრაინაში საომარი პროცესების დაწყების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან რა საკითხზე შეიძლებოდა ყოფილიყო და რა საკითხზეც არ უნდა ყოფილიყო. განა ამ შეხვედრაზე, რომელმაც 3 საათის განმავლობაში გასტანა, შესაძლებელი იყო, რომ ამ თემას საერთოდ არ შეხებოდნენ. ეს ხომ აბსურდია. აბსურდი, რომელსაც ვთავაზობენ, რომ ჩვენ დავიჯეროთ, მაგრამ არ უნდა დავიჯეროთ, რა თქმა უნდა. ბიძინა ივანიშვილი ამ წერილში არ ამბობს არაფერს იმასთან დაკავშირებით, რა თემაზე იყო მათი შეხვედრა, რა საკითხებს მიეძღვნა, მაგრამ როგორც თქვენ ნახეთ, ამ წერილში საკმაოდ ვრცელი პასაჟი აქვს დათმობილი იმასთან დაკავშირებით საუბარს, რასაც ქვია მეორე ფრონტი, ომის გახსნა, ომში ჩათრევა საქართველოსი და ასე შემდეგ და ბატონი ბიძინა ივანიშვილი უწონებს საქართველოს მთავრობას იმ ნაბიჯების გადადგმას, რომ ეს საფრთხე ომში ჩართვის საფრთხე ასე თუ ისე თავიდან იქნა აცილებული. თუმცა აქვე იმასაც ლაპარაკობს, რომ ეს საფრთხე ბოლომდე მოხსნილი ჯერ კიდევ არ არის. რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები, რა თქმა უნდა, ბოლომდე მოხსნილი არ არის, მაგრამ თვითონ ამ თემის წამოწევა ამ წერილში განა არ მიგვანიშნებს, განა არ გვეუბნება, განა არ გვიბიძგებს იქითკენ, რომ დასკვნა გავაკეთოთ ეს შეხვედრა სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა და ელჩი ამ შეხვედრაზე ალბათ ბატონ ბიძინა ივანიშვილს
ხან აქედან და ხან იქიდან უტრიალებდა იმისთვის, რომ საბოლოოდ საქართველოს მთავრობაზე გავლენა მოეხდინა მას იმისათვის, რომ გადაედგათ რაღაც ისეთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთთან საომარ მოქმედებებში გავხვევდა. აი ეს არის ის უბედურება, რომელიც საქართველოს თავზე ტრიალებდა და დღესაც ტრიალებს. ეს უბედურება დღემდე არ არის მოხსნილი. ბიძინა ივანიშვილის ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ ქალბატონი ელჩი აღიარებს ბიძინა ივანიშვილის შემდეგ შეხვედრას ადასტურებს კელი დეგნანიც, თუმცა საუბრის შინაარსი ამ დრომდე ბუნდოვანი რჩება. როგორც წესი ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი. რის შემდეგაც საკმაოდ დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა ამერიკას, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და ამერიკის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდასაჭერად. მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები. არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან შანტაჟზე, ან მოქმედებებზე. აი ასე, აღიარა ქალბატონმა ელჩმა, რომ შეხვედრა მართლაც შედგა იმ დროს, რა დროსაც ასახელებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ანუ 21 მარტს. იქ სხვა ბევრი ელჩური და დიპლომატიური ბოდიალიც იყო, მაგრამ თავარი იმაში, რაც ჩვენ ახლა მოვისმინეთ, არის აღიარება, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. კი, მაგრამ გეთქვათ, თქვენ კაი დედმამის შვილო, გეთქვათ თავის დროზე, რომ ასეთი შეხვედრა შედგა და არ იქნებოდა საჭირო ამდენი წერილების მიწერა, მოწერა, ამდენი დაძაბვა ქართველი ხალხის ცნობიერებისა, მათი ყურადღებისა, ამდენი ასე ვთქვათ სკანდალები და შანტაჟები ამ საკითხთან დაკავშირებით. გეთქვათ თავის დროზე, როდესაც შეკითხვა დაგისვეს. სხვათა შორის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეც ამავე ეუბნება ქალბატონ ელჩს. ნებისმიერი თემა, რომელიც მისი გადმოსახედიდან თუ კი არ იყო დასამალი, შეიძლებოდა ამაზე მანამდე პასუხის გაცემა, იქნებოდა უფრო დამაჯერებელი, უფრო მეტად სანდო, მაგრამ მანამდე დაბალი ხარისხის სანდოობა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანა, გულისხმობ იმას, რომ ომის რიტორიკაზე დასმული შეკითხვა, მოსამართლის მიმართ დასმული შეკითხვა, შემდეგ უკვე ამ შეხვედრასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა, პრაქტიკულად პასუხგაუცემელი დატოვა. პასუხგაუცემელი დატოვა მთელი რიგი შეკითხვები და ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა, მაინც გამჟღავდა ყველაფერი, საიდუმლოს ფარდა აეხადა, თუმცა ბოლომდე ჯერ კიდევ არ ვიცით, რაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ მიხვედრა უკვე არ არის ძნელი, თუ რა საკითხზე იქნებოდა ამ შეხვედრაზე საუბარი. სხვათა შორის, ბატონმა ხუნდაძემ, დეპუტატმა ხუნდაძემ აქ ახსენა მოსამართლის თემა. მოსამართლის თემა ეს ის საკითხია, რომელიც აი ამ პრობლემისათვის სხვა რაკურსიდან შეგვახვედებს, ცოტა გვერდიდან შეგვახედებს და კიდევ სხვანაირად დაგვანახებს თუ რასთან გვაქვს საქმე. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მან გამოიტანა განაჩენი გვარამიასთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, მას გაუკავშირდნენ საელჩოდან და დაინტერესდნენ თუ რატომ დადგა ეს განაჩენი. საელჩოს მიღებული გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს, მათ შორის რატომ მივიღე გამამტყუნებელი ვერდიქტი და რატომ გამოვიყენე თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სახით. ბუნებრივია ცოტა მეუცნაურა ესეთი ტიპის შეკითხვა. არც დამიმალავს და ძალიან მოკლე საუბარი შედგა, რომ გადაწყვეტილება მივიღე საქმიდან გამომდინარე. ჩემი შეფასებით ეს ალბათ გარკვეულწილად უფრო ტექნიკური ნაწილი იყო, იმიტომ რომ რეალურად მე ესეთი შტაბ-ჭრილება დამჭა, რომ საელჩოს ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა ჩემ ვიზიტთან დაკავშირებით და პირდაპირ თუ ირიბად იყო გარკვეული მინიშნებები, რომ აი ამ სიტუაციაში, როდესაც განაჩენი ახალი გამოტანილია და გარკვეული დუღილის ტემპერატურა მაღალი არის, არ იქნებოდა სასურველი ჩემი ამ ვიზიტში მონაწილეობა. ყველაფერი თქვა.
მოსამართლემ ამ შემთხვევაში საელჩოს დაინტერესება კონკრეტული განაჩენით ეს მართლაც წარმოუდგენელი რამ არის. არ შეიძლება საელჩო ინტერესდებოდეს კონკრეტული განაჩენებით. ვისაც არ უნდა ეხებოდეს იგი, მაგრამ რატომ დაინტერესდა საელჩო გვარამიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით. რატომ დაინტერესდა? საქმე ის არის, რომ გვარამია არის სააკაშვილის დანამატი. მართალია ბინძური, მართალია მიუღებელი, მართალია აბსოლუტურად არაქართული მენტალობის ხასიათის და ცნობიერების მქონე კაცი, მაგრამ მაინც სააკაშვილის დანამატი. და სააკაშვილით რომ არიან დაინტერესებული ელჩიც და თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებიც ამის შესახებ ჩვენ ამავე გადაცემაში მოვისმენთ, მაგრამ კონკრეტულად ბატონ მოსამართლეს რა უპასუხა კელი დეგნანმა, ახლა ეს ფრაგმენტი ვნახოთ. ნებისმიერი განცხადება თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერია აქ სასამართლოს სისტემაში არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ წლებია ვეხმარებით საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სასამართლოს სისტემის ჩამოყალიბებაში. მე უკვე ვთქვი რა ქვია ამგვარ პასუხებს. ზოგი თუ ამას დიპლომატიურ პასუხებს უძახის, არაფრის მთქმელ პასუხებს. პასუხისგან თავის არიდებას მე მას დავარქვი მამაძაღლური პასუხები, იმიტომ რომ შეკითხვას როდესაც გისვამენ, იმ შეკითხვას ან უნდა უპასუხო, ან უნდა თქვა, რომ ამ შეკითხვას მე არ პასუხობ და მიზეზის უნდა დაასახელო თუ რატომ არ პასუხობ. ალბათონი ელჩი ასე არ იქცევა ის დიპლომატიურ პასუხს, რომელსაც მე სხვა სახელი დავარქვი, გვთავაზობს ძალიან ხშირად. ახლა ნახოთ წეღავ თქვი რატომ არიან ისინი დაინტერესებული ამ გვარამიას განაჩენით, იმიტომ რომ ეს არის სააკაშვილის დანამატი მეთქი. როგორია დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ პირადად ქალბატონ ელჩისა. ჩვენ ძალიან გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, აღარაა საჭირო დისკუსია და დებატები. მას ყველა სათანადო მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მიერ შექმნილ მედიკოსთა ჯგუფს. მათი შეფასებით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული. მას სჭირდება მრავალმხრივი, მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება, რათა ის, რაც მოხდა, აღარ განმეორდეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდეს. მოგეხსენებათ, ამ საკითხის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი და ყურადღება, როგორც ჩვენი საელჩოს მხრიდან, ისე ვაშინგტონში. აი ამ ქალბატონის სახე რომ არ გამოგვეჩინა ახლა ეკრანზე და მარტო ხმა რომ მოგესმინათ. თქვენ ალბათ იფიქრებდით, რომ ვინმე ეკა ხერხეულიძე, ან ვინმე თაკო ჩარკვიანი, ან რომელიღაცა სააკაშვილზე შეყვარებული პოლიტიკოსი ქალბატონი გველაპარაკება. ხომ? ხომ ასია? ეს ხომ ის ტექსტია, რომლითაც სააკაშვილის სექტა გველაპარაკება. ელჩის ტექსტი ხომ არ არის ეს? კი ბატონო, ელჩმა შეიძლება გააკეთოს განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა წარიმართოს. მაგრამ ასე კონკრეტიკაში შესვლა მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და სხვა რაც ახლა თქვენ მოისმინეთ, რა თქმა უნდა ეს ელჩის ფუნქციებს, დიპლომატის ფუნქციებს სწდება და არის განსაკუთრებული მოვლენა, კერძო მოვლენა. სხვა შორის ელჩმა არც დამალა პირდაპირ აღიარა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები როგორც სახელმწიფო, არა მარტო მე ელჩი, არამედ ჩემს უკან მდგარი ეს უზარმაზარი სახელმწიფო დაინტერესებულია მიხეილ სააკაშვილის ბედით. დაინტერესებულია იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი მათ ჯერ კიდევ გამოსაყენებელი პოლიტიკური ფიგურა გონიათ. მათ წარმოუდგენიათ, რომ მიხეილ სააკაშვილს კიდევ შეუძლიათ გააკეთებინონ ის ბინძური საქმეები, რის გაკეთებასაც ისინი აკაპირებენ. აი ეს არის მთელი ფილოსოფია სააკაშვილთან დამოკიდებულებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩვენს ქვეყანასთან დამოკიდებულებისა. სხვათა შორის, აი ეს ბატონი გვარამია,
რომელსაც ასე გამოესარჩლა ქალბატონი ელჩი, ქალბატონ ელჩის მიმართ პირადად სულაც არ არის კეთილგანწყობილი, რაც მას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით გამოუვლენია და მე ახლა შემიძლია ერთი ნიმუში ამისა წარმოგიდგინოთ. ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. ქალბატონ დეგნარმა როგორც უკრაინული წყაროები ადასტურებენ, ამ დღეებში ეს ინფორმაცია სავარაუდოდ გასაჯაროვდება უკვე პრესაში გამოვა, რა ჩვენმა კოლეგებმა ეს გვითხრეს. ქალბატონ დეგნარმა განახორციელა ზარი ვაშინგტონშიც და კიევშიც. და კატეგორიულად მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის არ დანიშნა არც ერთ თანამდებობას. აი ეხლა კი მითხარით. რა თქმა უნდა მას უპასუხეს, რომ საკუთარ მანდატის ფარგლებში ჩაჯდეს და მიხედოს საკუთარ საქმეს, მაგრამ თავარი კითხვა აქ სხვა არის. ვინ ეკითხება კელი დეგნანს მიხეილ სააკაშვილის არ დაინიშნება? ვინ დაავალა მას ამ ზარის განხორციელება? და როგორ გაბედა საერთოდ ამის გაკეთება? ვის თამაშს თამაშობდა, როცა ამას შრებოდა? აი ასე თითის ქნევით ელაპარაკებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ეს ვინმე გვარამია სააკაშვილის დანამატი. რა თქმა უნდა, ქალბატონ ელჩს მის მიმართ მაინც კეთილი გრძნობები არ უნდა ამოძრავებდეს მას შემდეგ, რაც ამას მოისმენდა. მაგრამ ის მაინც კეთილად არის ამ ჯგუფის, ამ სექტის, პოლიტიკური სექტის მიმართ განწყობილი. იმიტომ რომ მას სხვა დავალება აქვს. აქ ბატონი გვარამია კითხულობს, ვის თამაშს თამაშობს ქალბატონი ელჩიო. ეს ამ უბადრუკმა გვარამიამ არ იცის, ვის თამაშს თამაშობს, თორემ ელჩი ვის თამაშსაც თამაშობს, ის ელჩმა, სამხედრო პირმა შესანიშნავად იცის. ის თამაშობს ამერიკის შეერთებული შტატების თამაშს ზოგადად. უფრო კონკრეტულად ის თამაშობს ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების თამაშს. ის თამაშობს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თამაშს. აი ამ თამაშში ხართ თქვენც ჩაბმულები და ჩართულები, ისე რომ ბევრი რამე ამისა არ გაგეგებათ და თქვენი პრიმიტიული აზროვნებით, თქვენი მარტივი ცნობიერებით და თქვენი ვიგინდარული დამოკიდებულებით სამშობლოს მიმართ აკეთებთ იმ საქმეს, რაც თქვენ სამშობლოს უბსკრულისკენ მიექანებს. დიდი ხნის განმავლობაში აკეთებდით ამ საქმეს და დღემდე აგრძელებთ ამ საქმის კეთებას. აი ამიტომაც რაც არ უნდა თქვათ თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიმართ, როგორც არ უნდა ატრიალოთ 7 ბრუნვაში მისი სახელი და გვარი და როგორც არ უნდა ლანძღოთ და როგორც არ უნდა უქნიოთ მას თითი, ის მაინც კეთილგანწყობილი იქნება თქვენს მიმართ იქამდე, ვიდრე ამერიკაში ამერიკის სპეცსამსახურები და თვითონ ეს საელჩო ჩათვლის, რომ თქვენ მათთვის რაღაცით სასარგებლო იდიოტები ხართ. დიახ, ვიდრე ამას ჩათვლიან, ისინი ყურადღებას არ მიაქცევენ მათ შესახებ თქვენს ცალკეულ გამონათქვამებს და ისინი ყოველთვის იქნებიან თქვენი დამცველები. იმიტომ რომ ბოლოს გადაგადგმევინონ ის ნაბიჯი, რაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს საწინააღმდეგო იქნება და გაგაკეთებინონ ის ბინძური საქმე, რომელიც შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის. აი აქ პრინციპში შეიძლებოდა ეს გადაცემა დამემთავრებინა, მაგრამ რაღაცაც კიდევ უნდა თავის მოყრა და გარკვეული ფინალი დაგვჭირდება, რასაც პოსტსკრიპტუმის სახით შემოგთავაზებთ.
თქვენ გახსოვთ ალბათ ამ გადაცემის დასაწყისშივე წარმოგიდგინეთ ვინმე არესტოვიჩი კიევში, რომელიც მოგვიწოდებს იმისკენ, რომ საქართველოს ომში ჩაერთოს. ამ გადაცემის დასაწყისშივე წარმოგიდგინეთ ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი ამერიკელი და გენერალი ასევე ამერიკელი, რომლებიც იგივეს მოგვიწოდებენ. ამ გადაცემის დასაწყისშივე წარმოგიდგინეთ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს როგორმე ჩაერთოს ამ ომში. აი არესტოვიჩმა კი პირდაპირ დაადო ხელი იმ კაცს, იმ პოლიტიკურ ფიგურას, როგორც მას ეჩვენება, ვისაც მიხეილ სააკაშვილი ჰქვია და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი თუ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, მაშინ ის გადადგამს იმ ნაბიჯს, რასაც რუსეთთან საომარი დაპირისპირება ჰქვია. ეს თქვა ბატონმა არესტოვიჩი. და არ შემცდარა ბატონი არესტოვიჩი. დიახ. საქართველოში არსებობს ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლაზე და რომელიც უყოყმანოდ გადადგამს იმ ნაბიჯს, რასაც ქვია საქართველოს ჩართვა რუსეთთან ომში. უყოყმანოდ გადადგამს. იმიტომ რომ თავის დროზე ასევე უყოყმანოდ გადაუდგამს ეს ნაბიჯი. ერთხელ გაკეთებული სიბინძურის მეორედ გამეორება, რომ უფრო ადვილია, ეს ფსიქოლოგებისთვის ცნობილი მომენტია. დიახ, სააკაშვილს გადაუდგამს საქართველოსთვის დამღუპველი და საქართველოს დამანგრეველი ეს ნაბიჯი და იგი მომავალშიც თუ კი მიეცემა მას ამის საშუალება, ამ ნაბიჯს გადადგამს. და რომ გადაუდგამს მას ეს ნაბიჯი, ამის შესახებ თვითონ სააკაშვილი მოგახსენებთ. მინდა გითხრათ, ამ კითხვაზე განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყანა კონტროლ ქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხედროსათვის, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით. მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ. რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სხვაგვარად როგორ გითხრათ, როგორ დაგიმტკიცოთ, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს სააკაშვილი თავისი სამხედროებით შეიჭრა ცხინვალში, დახოცა რუსი სამშვიდობოები, გააჩაღა იქ ომი და ამას პასუხა და მოყვა რუსეთის რეაქცია, რომელიც დამანგრეველი აღმოჩნდა საქართველოსთვის. არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილების თვალსაზრისითაც. დიახ, სააკაშვილის აი ამ უგუნურ გადაწყვეტილებას მოყვა შედეგად ის, რომ რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ეს იყო შედეგი, რომელიც უნდა დამდგარიყო მაშინ და ეს შედეგი დადგა. ვინმე მიცის, რა შედეგზეა გათვლილი ის, რაც დღეს ხდება საქართველოში. ისინი, ვინც საქართველოს მიაქანებენ პირდაპირ მნიშვნელობით ამ სიტყვისა, მიაქანებენ ამ უფსკულისკენ, რა გათვლებს ეფუძნებიან, რა მიზნები აქვთ, რა დგას მათ უკან და რა არის ის სცენარი საქართველოსათვის, რომელიც კარგი არანაირად არ იქნება. კარგი ვერანაირად ვერ იქნება. ამიტომ ჩვენ ყველანაირად უნდა ავირიდოთ ეს სცენარი თავიდან. ამიტომ იცით, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადებები გააკეთა, მან პირდაპირ გვითხრა, რომ მართლაც შუბლი შეუშვირა, თავი შეუშვირა და
კერდი შეუშვირა ამერიკულ რისხვას და ამერიკულ სასჯელს იმისათვის, რომ საკუთარი სამშობლო გადაერჩინა. მე დავწერე ამასთან დაკავშირებით, პრესაში დავწერე, სოციალურ ქსელებში დავწერე და გამოვაქვეყნე. იქ ბიძინა ივანიშვილი შევადარე ეროვნულ გმირებს და შეკითხვა დავსვი. ამიერიდან ბიძინაშვილი ვინ არის საქართველოსათვის? ოლიგარქი თუ ეროვნული გმირი მეთქი? მაგალითებიც, ანალოგიების მოვიშველი. დემეტრე თავდადებულის, ცოტნე დადიანის, თევდორე მუდლისა და სხვებისა, როდესაც ქართველებმა საქართველოს დასაცავად საკუთარი თავი გაწირეს. ბიძინა ივანიშვილს გააჩნია დასაკარგავი, დიდი კაპიტალის მქონე კაცია და ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია დაიკარგოს, მაგრამ აქ მარტო კაპიტალზე ნუ გააკეთებთ აქცენტს. ბიძინა ივანიშვილი ჩვეულებრივი მოკვდავია, ჩვეულებრივი ადამიანია და მის სიცოცხლესაც ისევე შეეხებიან მტრები საქართველოსი, რომლებსაც სურთ, რომ საქართველო დამღუპელ, დამანგრეველ ომში ჩაითრიონ. დიახ, ისინი შეეხებიან მის სიცოცხლესაც ისევე, როგორც სხვათა და სხვათა სიცოცხლეს მათთვის მიუღებელი პოლიტიკური ადამიანების სიცოცხლეს შეხებიან. თქვენ გახსოვთ იუგოსლავიის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი, რომელსაც ჰააგის სასამართლოში ამოხადეს სული. ცნობილია ის ფაქტი, რომ მილოშევიჩის ორგანიზმში აღმოჩნდა პრეპარატი, რომელიც არტერიულ წნევას მაღლას წევდა. მაშინ, როდესაც მას ისედაც აწუხებდა თურმე წნევები. 1000 სხვა ვერაგული მეთოდები იქნა გამოყენებული მის წინააღმდეგ. ასევე სადამ ჰუსეინი, რომელიც ჩამოაშვეს, ასევე კადაფი, რომელიც წამებით მოკლეს. იმიტომ რომ მათ კონტექსტში არ ჩაეწერა, იმიტომ რომ მათი დავალებები არ შეასრულა. ვინ არის გარანტი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ანალოგიურ ხვედრს არ გაუმზადებენ ეს თაღლითები და მსოფლიოს გამანადგურებლები, მსოფლიოს დაპყრობაზე მეოცნებე ეს ზესახელმწიფო. ვინ არის ამის გარანტი? ამის გარანტი არავინ არ არის და არც შეიძლება ვინმე იყოს ამის გარანტი. მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა და მის მიერ დატოვებულმა მთავრობამ, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, გადადგეს ის ნაბიჯები, რომელიც შესაძლებელია ძალიან ცუდად დამთავრდეს მათთვის პირადად, მაგრამ ეს ნაბიჯები სიკეთით უნდა აისახოს საქართველოზე, ქართველ ხალხზე. აი ეს ნაბიჯები გადადგა ამ ხალხს. და მე ბევრჯერ მithქვამს, რომ არც ქართული ოცნების მეხოტბე ვარ, არც ბიძინა ივანიშვილის და არც მისი მთავრობის. არ ვყოფილ ვარ და არა ვარ დღემდე, მაგრამ ბრმა არა ვარ, ყრუ არა ვარ, უგუნურიც არა ვარ, რომ ვერ დავინახო ის თუ რა რისკის წინაშე დააყენეს მათ საკუთარი თავი, როდესაც წინააღმდეგობა გაუწიეს იმ ტენდენციას, ჩვენთვის დამღუპელ ტენდენციას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კოლექტიური დასავლეთიდან სურთ, რომ თავს მოგვახვიონ. ამიტომ მე მოგიწოდებთ, რომ ნურც თქვენ იქნებით ბრმები, ყრუები და უგუნურნი. მე ზოგიერთმა გამაკრიტიკა კიდეც იმ წერილის გამო, რომელიც გითხარით და იმ შედარებების გამო, რომელიც გითხარით. დემეტრე თავდადებული და ცოტნე დადიანი და თევდორე მუდელი და სხვა. გამაკრიტიკეს ბიძინა ივანიშვილი ამ მაღალ ეპითეტებს არ იმსახურებს. შეიძლება დღემდე არ იმსახურებდა. მაგრამ ახლა, როდესაც მან მართლაც მიიტანა თავი ამ სამსხვერპლოზე და როდესაც მკერდით გადაეფარა საკუთარ სამშობლოს და საკუთარ ხალხს, უზარმაზარი რისკის ფასად, სიცოცხლის რისკის ფასად, არ შეიძლება რომ მას ეს არ დაუფასოთ
მე მას ვეუბნები მადლობას ამ სტუდიიდან და იმედს ვიტოვებ, რომ ის პოზიცია, რომელიც მე დავინახე, მე ასე ავხსენი და ასე ჩამოვაყალიბე, მართალი გამოდგება და რომ ის ბოლომდე ასე მკერდით გადაეფარება საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ხალხს და იქნება ჩვენი ინტერესების დაცვის სადარაჯოზე. მაშინ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, რომ გაუმკლავდეთ ამ სიტუაციას, წინააღმდეგეთ ამ სიტუაციას და არ მივიღოთ ის, რასაც ვთავაზობენ ჩვენთვის საზიანოდ, ჩვენთვის საუბედუროდ და ჩვენი ქვეყნის დასანგრევად. ასეთი იყო ჩემი სათქმელი დღეს, მე ამით დაგემშვიდობებით, მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის და შეგახსენებთ, რომ მომავალ ორშაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს აი ამ ეთერში. ნახვამდის.